დილო მშვიდობისა, ყველას მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, 9 საათსა და 30 წუთზე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე არაფერს გატყუებს, ნამდვილად შემოგვიერთდა მარიამ ჩოჩია თავის სტუმართან ერთად და ჩვენ უნდა ვისაუბროთ სხეულის ენაზე და მარიამი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანი გვატყუებს თუ სიმართლეს გვეუბნება და საერთოდ რა უნდა ვიცოდეთ ადამიანის ემოციების გადმოცემის არავერბალურ ნაწილზე და რომელიც საკმაოდ დიდია, სხვათა შორის ვერბალური თუ არ ვცდებით 18%-ია. თუმცა ჩვენ სპეციალისტი შემოგვიერთდება და თუ რას ვაპირებთ, რაზე ვისაუბრობთ, უფრო დეტალურად მარიამ ჩუჩია გაგვაცნობს. მოგესალმებით, სმენელსაც მივესალმები, ალბათ სმენელს გაუჭირდება ჩვენი არავერბალური მხარის დანახვა თუ არ ჩართავს სპეციალურად ინტერნეტში არ შევა. აქედან გამომდინარე, ლანა, შენ უფრო დაცული ხარ ამ მხრივ, იტყუები თუ არა, ვერ შეგამჩნევენ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. არ ვიტყუები. სანამ ჩვენ სტუმარს წარვადგენდეთ და მასთან დავიწყებდეთ საუბარს, მინდა სმენელს თხოვო, რომ დაგვირეკონ და გითხრან თუ აკვირდებიან ზოგადად სხეულის ენას, მიმიკას, ჟესტიკულაციას და ასე შემდეგ და თუ აქვთ თავიანთი ფორმულა, თუ როგორ გამოიჭირან სხვა ტყუილში, ან მიხვდნენ მოსწონს თუ არა საპირისპირო სქესს, ან იგივე სქესის წარმომადგენლის ეს ადამიანი, თუ ეს ყველაფერი მათ აქვთ უკვე დაკვირვებიან, მაშინ შეგვიძლიათ დაგვირეკონ და შემდეგ უკვე განვიხილოთ სტუმართან ამას, რამდენად სიმართლეა ის, რასაც ისინი ფიქრობენ. ასე რომ დაგვირეკეთ 240-91-92-ან 240-92-92. მე მაქვს რაღაცები, დაკვირვები ვარ და საუბრის სველობისას გეტყვით აუცილებლად. მე სანამ სმენელს მივმართე სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ასე ვთქვათ, და მათაც ვკითხე, დაუსვი ეს შეკითხვა და რამდენიმე საინტერესო პასუხი დავაგროვე. მაგალითად, ერთ-ერთი ადამიანი გვწერს, რომ ეფექტური კომუნიკაციისთვის ვიყენებ ხელებით საუბარს, თვალებში ვუყურებ ხშირად და ვიღიმიო. ეს ადამიანი სხვათა შორის გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი და ესეც მითხრა, რომ ჩვენ რაღაც პერიოდულობით გვიტარდება სპეციალურად ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციისთვის, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არისო. თუმცა სხვებს აქვთ არ ჩატარებიათ ტრენინგი ამ კუთხით, მაგრამ თავიანთი დაკვირვება აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთმა თქვა, რომ სუნთქვას ვაკვირდები ხშირათო და ხელებსო, აი სუნთქვან არეvi ღიმილი თუ გინახავთო, მაშინ ხვდები, რომ ადამიანი მატყუებს, აი რო შეისუნთქავს და მერე რო იღიმისო. ამას უკვე სტუმართან გადავამოწმეთ, რამდენად მართალია ეს ეცინება ჩვენ სტუმარს. კიდევ მრავალი დაკვირვება იყო, თუ ძირითადად აკვირდებიან თვალებს და ხელებს. თუ ხელებს ანუ ყველაზე მეტად ეს ყიდის, თვალები და ხელები ყიდის? ჩვენს გარშემო როგორც ჩანს ამას აკვირდებიან, თუმცა ალბათ არსებობს სხეულის ენის სპეციალისტები, რომლებიც უკეთესად გვასწავლიან კიდე რა შეიძლება დავაკვირდეთ. ბუნებრივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს და თუ მაინც და მაინც ყოველთვის იმას დაუწყებ, ახლა ეს ადამიანთიც როგორ ამოძრავებს და თქვა, ცხვირს როგორ შვება, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ რაღაც შინაარს ვერ ვიგებთ მათ საუბრის, ეს ძალიან ორგანული უნდა იყოს და იცოდე კარგად. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში აკვირდებიან, საბედნიეროდ მეც მოვახერხე და გავიარე ეს ტრენინგი შარშან ზუსტად და საკმაოდ ესეთი ფორმულებადაც კი გახლავთ გაწერილი, ჩემო გიორგი, თუ როგორ შეიძლება გამოვიცნობთ ადამიანი რას საუბრობს, როგორ საუბრობს და რატო. მე მახსენდება სხვათა შორის სიცრუის თეორია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალი, სადაც ზუსტად სხეულის ენაზე დაკვირვებით ხდება ბევრი საქმის გახსნა, ასე ვთქვათ. მოდი წარვადნათ ჩვენ საქმეები. წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, ეს გახლავთ გიორგი გიორგაშვილი, სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება. ამ წიგნის ავტორი გახლავთ გიორგი. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. დილო მშვიდობისა, გმადლობთ რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენი იმუშავეთ იმაზე, რომ შემდეგ ესე წიგნის სახით გამოცემულიყო ეს თეორიები. სწორედ ამის კითხვა მინდა გიორგის ამ კუთხით გამოცდილება აქვს დაგროვებული. სხვათა შორის ისევ ამერიკაში უნდა წავიდეთ. ეს ამერიკას ვაწუხებთ. კი, გიორგი, მოგვიყევით, საიდან გამოიწვია თქვენი დაინტერესება ამ სფერომ? პირველ რიგში მივესალმები თქვენს რადიო მსმენელს და მინდა მოგილოცოთ თქვენ 90 წლის იუბილე. რაც შეეხება ჩემს წიგნს სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება, ეს საქართველოში ქართულ ენაზე არის პირველი წიგნი. რა თქმა უნდა, სწორედ აღნიშნეთ, რომ საქართველოში
ამ მეცნიერებას და ხელოვნებას დიდი ყურადღებას არ აქცევენ და უფრო განვითარებულია ეს ხელოვნება ამერიკაში, ძირითადად ამერიკაში, ევროპაში, მაგრამ უმეტესად ამერიკაში. ამერიკაში ვსწავლობდი დაახლოებით 4 წელი, ვცხოვრობდი და სწავლის დროს კერძოდ კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში და სტენფორდის უნივერსიტეტში ძალიან მაღალ დონეზე არის განვითარებული ბიზნეს მარკეტინგის კომუნიკაციების სწავლის დროს ეს მეცნიერება აქტიურად გამოიყენება. არ არსებობს წარმატებული ადამიანი რაიმე პროფესიის, რომელიც ამ სფეროთი არ იყოს დაინტერესებული და არ სწავლობდეს, რადგანაც მთელი ჩვენი კომუნიკაციის 55% ეს არის არავერბალური, ანუ სხეულის მოძრაობები და ჟესტები, ხოლო 45% ეს არის ვერბალური. აქედან 38% არის ხმის ტემბრი და მხოლოდ სიტყვებს უკავია წარმოიდგინეთ 7%. რამხელა განსხვავება, ამიტომ მთელი ჩვენი სხეული არავერბალური სხეულის მოძრაობები, სახის მიმიკები გავლენას ახდენს იმაზე თუ რას ფიქრობთ და რას გრძნობთ. სწორი სხეულის ენის გამოყენებით პოზიტიური თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზროვნება შეცვალოთ. აზროვნებას თუ შეცვლით, ანუ უფრო მარტივად მიაღწევთ დასახულ მიზანს, პოზიტიური გახდებით და უფრო მოტივირებულები. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ მინდა ერთი დავამატო. თავდაპირველად ადამიანები 2-5 მილიონი წლის წინ სწორედ ამ არავერბალური სხეულის ენით ურთიერთობდნენ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდნენ, ლაპარაკი უკვე 100,000 წლის წინ დაიწყეს და ეს დაიწყო ვერბალური კომუნიკაცია, ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ თქვით, რომ ამერიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვათ საქართველოში რომ ავიღოთ მაგალითად რამდენიმე ადამიანი ზოგადად შეიძლება დაინტერესდეს, ხო, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამერიკაში თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელს უტარდება, ხო, მსგავსი ტიპის ტრენინგები, იმიტომ რომ ყველა პროფესიის წარმომადგენელს სჭირდება, ხო? შემთხვევაში არის ხოლმე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, თქვა ძალიან ისე განიხილავე სტატისტიკოსები და ასე შემდეგ, რამდენი შეცდომა დაუშვა ჟესტების ენისგან. ძალიან საინტერესოა ეს. მე წეგანაც ვისაუბრე, რომ საკმაოდ შემეცნებით არხებზე ძალიან ისეთი მრავალსაათიანი განხილვა მიდის ხოლმე პოლიტიკური ლიდერების და არა მხოლოდ მათი შეხვედრების, მათი დომინანტობის, რომელიც ამ შეხვედრაზე დომინანტი, ძალიან საინტერესო იყო რუზველტის, ჩერჩილის და სტალინის შეხვედრის ფოტოს განხილვა, ძალიან საინტერესოდ გაიშალა და მაინტერესებს აი ესეთი რაღაცა. მიუხედავად იმისა, გიორგი, რომ სპეციალურად მუშაობენ ამაზე პოლიტიკოსებს, ყავთ ადამიანები, რომლებიც ასწავლიან თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუმცა ქვეცნობიერის მართვა ძალიან რთულია, ხო, გიორგი? რთულია და ამაზე პროფესიონალებს ბევრი მუშაობა უწევთ. მე როგორც ვიცი, აი მაგალითად ბუში ვერაფრით ვერ გადააჩვიეს თვალის ჭყლეტვას, ხო, რომელიც ასევე სიცრუის ერთ-ერთი და მეიდანზე ცეკვას ჩვენთან. ეგ კარგია, ეგ მეორე კარგია. აი ეს ცნობილი ადამიანების, ცნობილი პოლიტიკოსების ეს დეტალები, ჩვევები რომ გითხრათ, რაზეც პროფესიონალებს ძალიან ბევრი უმუშავია და მე ვიცი რომ ბევრია ასეთი. ძალიან სწორად აღნიშნეთ ყველა მართალი ბრძანდებით იგივე, ანუ ამერიკაში თვითონ, როდესაც ვიყავი, ვაკურდებოდი, პატარა ბავშვებიც კი იყენებენ სხეულის ენას და ყოველთვის მიკვირდა ესე როგორ იციან, როგორ არიან გათიცნობიერებული, ანუ პატარა სკოლის ასაკიდან ასწავლიან და რა თქმა უნდა მე უკვე უნივერსიტეტში ამას ყველა სწავლობს, საჯარო გამოსვლები იგივე, რაც აღნიშნეთ და მართალი ბრძანდებით, როდესაც ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, სწორედ ამას აკვირდებიან ფსიქოლოგები, მეცნიერები და სწორედ თუ რომელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა როგორი ჟესტი გააკეთა, ჟესტიკულაცია ხელისად მოისვა სახეზე როგორ დგას, ამაში წინასწარ აკეთებენ პროგნოზებს თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რადგანაც რამდენად ბუნებრივია ეს კანდიდატი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ეს მარიამა სწორედ აღნიშნა, რომ მოდის ქვეცნობიერიდან. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ცნობიერი და ქვეცნობიერი. ცნობიერი ეს არის ჩვენი მენტალური მხარე, ჩვენ რომელსაც მაგალითად რაღაც ინფორმაციას ვიღებთ ვსწავლობთ. ქვეცნობიერი ეს არის ბუნებრივი მხარე, რომელიც არსებობს
ჩვენ გენეტიკურად გვაქვს გადმოცემული და ამაში გამოიხატება ჩვენი ბუნებრივობა, ანუ სიმართლე. და ამის შეცვლა ძალიან ძნელია. თვითონ კი, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მე ვიცი, რომ სპეციალისტებთან ერთად მან ძალიან ბევრი იმუშავა ერთ-ერთი ჩვევის დაძლევაში. ეს არის ძალიან ხშირად ის ცხვირზე ისვამდა ხოლმე ხელს. ცხვირზე ხელის მოსმა, ასევე თვალზე ხელის მოსმა თქვენ აღნიშნეთ ბუში. და მუქარისტონი, მუშტით საუბარი. მუქარისტონი დიახ, ეს თვალზე ცხვირზე ეს ტყუილის ნიშანია, ასევე წარზე ხელის მოსმა და ბუში ძალიან ხშირად იყენებდა თვალის ესე ვთქვათ წვრეტყოს და სააკაშვილი კი ცხვირზე ხელს ისვავდა. ანუ ძირითადად ამ დროს მისი ჩვევა იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იტყუებოდა კიდეც. აი, სწორედ ამის შეკითხვა მინდოდა. ხშირ შემთხვევაში ხომ შეიძლება ჩვენ გქონდეს უბრალოდ ჩვევა და ადამიანმა იფიქროს, რომ ვატყუებ. მოდით უპასუხეთ მსმენელის შემდეგ კარგით. დაკავშირებით, ანუ უყურებს სპიჩს და ასე შემდეგ. შესაბამისად შეიძლება ადამიანის ბუნებრივი რეფლექსი იყოს ის ცხვირზე ხელის მოსმა, მაგრამ უნდა ამოიღო ეს შენი მოქმედების რაციონიდან, შესაბამისად შეიძლება ეს აღიქვან რომ შენი ტყუები შეიძლება არ იტყუები რეალურად ეს თვისებაა, მაგრამ მაინც. მოდი მსმენელი გველოდება, მას მოусმინოთ, შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. დილამშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით. აი ახლა რომ იყოს საუბარი ცხვირზე ხელის მოსმა, ეს გამიგია ესე რაღაც სხვა საუბრებიდან, მაგრამ მე მაგალითად პირადად არ შემიძლია ადამიანი მოვატყუო და როგორ უნდა მოსაუბრეში, ესე იგი როგორ უნდა შევიპარო ეჭვი და სულ ეჭვით უნდა უყურო ესე იგი ყველას, რომ აი ის იტყუება თუ არ იტყუება. ეს ადამიანებს შორის ურთიერთობას ძალიან გაართულებს, მაგრამ ჯერ ერთი სიცრუე და ორპირობა ეს ხვავნებს ადამიანებს, სიცრუე ეს არის ცოდვა, მაგრამ ალბათ ეს ჭირდება გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, აი თქვენ ახსენეთ ბიზნესმენი და პოლიტიკოსებს თუნდაც. თუ პოლიტიკოსები და ამერიკაში ყველა ესია დასპეციალი, იქ ყველა ტყუის ნეტარი. არა, აქ ზოგადად სხეულის ენაზე იყო საუბარი. მაინტერესებს ეს ჩვენთან ჩვენ საქართველოში როგორ შეიძლება ადამიანს უყურო და იფიქრო ეს მე მატყუებ? არა, რატომ? აი მაგალითად ხო შეიძლება მეორე კუთხით მივუდგეთ. მაგალითად ადამიანს უყვარხარ და ვერ გამოხატავს, ხო? ჩვენ სტუმარს გიორგის აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული როგორ შეიძლება მიხვდე, თქვათ რა განწყობა აქვს ადამიანს შენს მიმართ. ეს ხომ არ არის ტყუილი. ბურნუთა საქციელი სიყვარული ყველას. რაღაც სასწაულის საუბარი არის. მაინტერესებს სპეციალისტი. ძალიან ბევრი მიმართულებითაა განხილული ეს თემა და ჩვენ შევეცდებით ყველაფერს შევეხოთ. მათ შორის ერთ-ერთი იყო სიცრუის თეორია და დავიწყეთ ამით. ახლა განვაგრძობთ კიდევ. სვენელი გველოდება და მასაც მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძობთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. გამარჯობა. ხომ კარგად ხარ, ხალბატონო ლანა? გადასარევად, გმადლობთ. ეხლა რა მინდა გითხრათ? აბა. მე 20 წელი ვაკვირდებოდი მხოლოდ ქალებს. აბა, რა დაასკვენით? ასკვენი რა? რა ადგილე? გამხდარი ქალები უფრო იტყუებიან, ვიდრე მსუქნები. რას ლაპარაკობთ? ხო. რაც შეეხება ჟესტებს. ჟესტების ხრივ როგორ იტყუებიან, მე არ მქონია სურვილი რომ ვიყურებოდი, მაგრამ დავაკვირდი ჟესტებს, რომელიც მე ვიცი 150-მდე ჟესტი ქალისა, როგორ მიიღონ ყურადღება მამაკაცის. აი ყველაზე პოპულარული რომელია? ყველაზე პოპულარულია, როცა ფეხი აქვს გადაჯვარედინებული და ატოკებს ფეხს. საინტერესო დაკვირვება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთ მსმენელი მარიამ და შემდეგ განვაგრძობთ დილამშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით. მინდა აღნიშნო, რომ ისეთი არაჩვეულებრივი წყვილი ხართ. ლანა და გიორგი საეთერო პირდაპირ ძალიან დიდი მადლობა კოლექტივს პიკისას რომ თქვენ შეგარჩიეთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან აი ხალისიანი დილის დაწყება თუ გინდა თქვენ უნდა მოგისმინოთ ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩვენთვის ვსურვებდი ამას მე მინდა ვთქვა რომ ჩვენმა სტუმარმა გიორგი მეტყობა ამერიკაში რომ გაიარა იქედან თარგმნა და ის მოგვაწოდა ჩვენ და მე მინდა გითხრათ რომ ბატონო ვკითხოთ ეს არა და მე მინდა გითხრათ რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჟესტიკულაცია ამიტომ როდესაც ერთი ქვეყნის გადმოგაქვს მეორე ქვეყნზე სტერეოტიპულად შეიძლება არ გაამართლოს მაგალითად მე მახსოვს რომ დიპლომატების ენაზე ამერიკაში თვალებში რომ უყურებ ადამიანს აგრესიის ნიშანიაო და ეს
თვალებიდან აქვს თურმე გადმოღებული. ძაღლს თვალებში თუ უყურებ ან ლომს ან ვებს, ის შეიძლება თავს დაესხას. მე კიდე თვალებში თუ არ მიყურებს ადამიანი, გონიათ რომ არ გისმენთ, ხო? მეც ასე. ქვემოთ იყურება, აცეცებს თვალებს, ის გონია რომ მატყილებს. არის კიდე ასეთი რამეც ახლა შერლოკ ჰოლმსიდან მახსოვს მე მგონი, რომ ქალი რატომ ნერვიულობდა და 1000 ვარაუდები ააგო შერლოკ ჰოლმსა და ბოლოს აღმოჩნდა რომ პუდრი არ ესვა ამ და ნერვიულობდა როგორ გამოიყურება იმის გამო. ასე რომ ეს ჟესტიკულაციების ენა და თან როდესაც საუბრობ, იქ მართლაც აი გიოს ვეთანხმები და ბევრ რამეში ვეთანხმები სხვათა შორის ამბავს და მიხარია რომ გაგვაცნო პიკის საათმაც უფრო ახლოს. ძალიან მიხარია რომ საუბრობ არ შეიძლება ასე ქვეცნობიერად თან ყველაფერს უყუროთ. ეს არ ვიცი ვინ ვუნდერკინდი უნდა იყო ადამიანი. აი მე იმ ჩანაწერს რომ ნახავ და განიხილავ, ეს კიდე სხვა იქნება ალბათ და აი ჩვენს გიორგის სტუმარს როდესაც ამერიკაში დაამთავრებს ამ თავის მისიას და სწავლას და ყველაფერს, მერე საქართველოში იმ მეთოდით შეისწავლოს ჩვენი ჟესტების ენა და მერე გამოუშვას. აი ახლა უკვე დეტალურად გავარკვევთ ჩვენ ამ ამბავს. მადლობა. ძალიან შეადარებს. მადლობა თქვენ რომ დაგვეცეთ. პირდაპირ კითხვაზე გადავალთ. მესმის თქვა შინაარსი რა კითხვა რა კუთხით არის დასმული, იმიტომ რომ ყველას თავის ტემპერამენტი აქვს, ყველა ქვეყანას თავისი კავკასიის თავის ტემპერამენტი აქვს, იტალიის, სიცილიაში სხვა ტემპერამენტია, მილანში ჩრდილოეთის სხვა ტემპერამენტია. მე არ მახსოვს ვიზე იყო, მაგრამ თუ არ ვწდები ჩერჩილს დაემართა ძალიან ცუდი რამ ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავიდა, გააკეთა რაღაცა ისეთი მოძრაობა ხელის, რაც მათთვის შეურაცხყოფელი იყო და იმ დღის შემდეგ გადახაზეს ჩერჩილის ფოტო იმ ქვეყანაში. აღქმაზე არის დამოკიდებული, რომელი ქვეყანა როგორ აღიქვამს, თორემ თვითონ ჟესტებს რომ შევეხოთ. გიორგიმ თქვა კიდეც რომ ეს ქვეცნობიერიდან მოდის და ქვეცნობიერს არ განსაზღვრავს არც ქვეყანა და არც. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ არის მოდი ბევრი კითხვა დაგვიწყოთ. სმენელმა არ მიიღოს ის რომ ანუ ჟესტების ენით თუ განვიხილავთ ადამიანს, ეს არის 100%-იანად აიტყვება. ეს არის ალბათობა, თუნდაც იგივე ის მეცნიერები და სტატისტიკოსები ამას მაინც გამორიცხვის პრინციპით მიდიან და ანუ ეს არის ალბათობა და აუცილებელი არის რომ ადამიანმა თუ მართლა თვალზე მოისვა ხელი, ის იტყვება და ამ შემთხვევაში ისიც მესმის რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტემპერამენტის მქონე ადამიანები ვართ და უფრო მეტად ვიქნებდით ხელებსა ნაკლებად, ან ესეც ინდივიდუალურია ალბათ იტალიელებმა რაღაც და მხოლოდ ხელის და ფეხის ახალი სახის მიმიკას და ამ შემდეგ ხლა არ გადავიდეთ მაინც და მაინც იმაზე რომ თუ ადამიანი კიდურებს თქვა არ იყენებს, ანუ მიმიკით ვერ მიხვდები, რაზე საუბარი. მოდი ჩვენ სტუმარს ვკითხოთ პირველ რიგში რაც მსმენელმა გვკითხა გავცეთ მას პასუხი, ეს არის თქვა ამერიკული ანალოგი პირდაპირი გადმოტანილი ქართულად გადათარგმნილი თუ თქვენ ვარგეთ ქართულს მაინც ქართულად. რა თქმა უნდა ამერიკულიდან არ არის ეს გადმოტანილი, ამ წიგნში გამოყენებული მაქვს სოფლიოში აღიარებული მეცნიერების, ფსიქოლოგების ლიტერატურა, არსებობს მთელი რიგი დაკვირვებები, კვლევები ჩატარებული და მე პირადად ბავშვობიდან ვაკვირდებოდი და იმან განაპირობა დამეწერა ეს წიგნი როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვარ ნაცხოვრები, ნამოგზაურები და იქაც ვაკვირდებოდი და სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს წიგნი. რაც შეეხება იმას, რომ ამერიკაში სხვა ჟესტებს იყენებენ, იტალიაში, ევროპაში, აზიაში და ასე შემდეგ. შეიძლება, ჟესტებს მარიამმა სწორედ თქვა, ეს არის ადამიანის ქვეცნობიერში ჩადებული, ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლის. შეიძლება შეცვალოთ გარემო პირობები შევცვალოთ, რომ ადამიანმა უფრო ხშირად იქნიოს ხელები რაღაცის გამო ან თვალზე, გიორგიმ სწორედ აღნიშნა, რომ თუ თვალზე ისვავს ხელს, არ ნიშნავს, რომ იტყუება. შეიძლება თვალში რაღაც ჩაუვარდა, შეიძლება რაღაც ისწორებს თმას და ასე შემდეგ და ეს არ ნიშნავს. ამ წიგნში აღწერილია ადამიანის მოძრაობები რას ნიშნავს და ეს 100% სიმართლეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, ალბათობა არის, რომ შეიძლება ცდომილება იყოს, მაგრამ 99% ეს ასე არის. და თვითონ ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები, FBI და ასე შემდეგ, ისინი ამ ხელოვნებას იყენებენ. ჩვენთანაც ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახური
ამას სწავლობს, აკვირდება, პოლიტიკოსები იყენებენ ამ ხელოვნებას, ჟურნალისტები იყენებენ, მსახიობები იყენებენ, მარკეტოლოგები იყენებენ და ეს უფრო დამალულია, როგორც ადრე იყო, მხოლოდ პრივილეგირებულ ოჯახებს შეეძლოთ ამის სწავლა, ამ ხელოვნების დაუფლება. იგივე არის დღეს, ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის. გიორგი, ერთი რამის კითხვა მინდა, ჩვენ ვისმენელი რომ არ გავანაწყენოთ და მხოლოდ ტყუილზე არ ვისაუბროთ, ერთ-ერთმა მსმენელმა გითხრა, ქალებს ვაკვირდებოდი დიდი ხნის განმავლობაშიო. საინტერესოდ დაიწყო საუბარი. წიგნში გაქვთ ასეთი თავი, ქალის და მამაკაცის რომანტიკული ენა. აი როგორ უნდა გავიგოთ მოუწონვართ თუ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს? და ერთს დავამატებ აქვე, თვალის გუგების ამბავი მინდა კითხოთ. ეს რამდენად დამტკიცებულია ეს ამბავი, რომ თუ ქალს მოსწონ ხარ და უფართოვდება, რატო გაფართოვებული თვალები? მაკვირდები გუგებზე, ხო, ანუ გუგები უფართოვდება და მამაკაცებზე არ მოქმედებს ეს გუგების გაფართოვება. მამაკაცებზეც მოქმედებს. დიახ, ეს ქალბატონებზეც მოქმედებს და მამაკაცებზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა. ანუ, როდესაც ქალბატონს გოგონას მოსწონს ბიჭი, მამაკაცი, მისი და ამ პიროვნების დანახვისას მისი თვალის გუგები ფართოვდება. თვალის გუგების გაფართოვება შეიძლება გამოიწვიოს ასევე სიბნელესი ან რაიმე მასტიმულირებას ხედავდეს, ან შიშმა გამოიწვიოს, ხო შიშზე მოხდეს გაფართოვება. ამაზე არ არის საუბარი, მეგობრებო. საუბარია, როდესაც გოგონა ხედავს აბსოლუტურად შვიდ სიტუაციაში განათებაში. ჩვეულებრივ ნათებაში უბრალოდ დააკვირდით, ეს არის ბუნებრივი თვალის გუგების გაფართოვება. თუ ამას ხედავთ, მაშინ ის თქვენი დაინტერესებულია და ამას გარდა კიდე ქალის რომანტიკული სხეულის ენას შევეხებით, კიდევ ბევრი ისეთი ჟესტი არსებობს, რომელიც ქალბატონის მოწონებას გამოხატავს მამაკაცის მიმართ სიმპათიას. შეგვიძლია თქვათ, რომ ეს პირველად, როდესაც ქალბატონის მოსწონს მამაკაცი, ის 2-3 წამის განმავლობაში ამ მამაკაცს უყურებს. ისე რომ შეიძლება ამ მამაკაცმა ვერც შეამჩნიოს და ეს ქალბატონმა მისი ყურადღება რო დაიმსახუროს, მინიმუმი 2-3 ჯერ მაინც უნდა შეხედოს და როდესაც მამაკაცი შეამჩნიოს, უკვე მოქმედებაზე გადავა შეიძლება ინიციატივა გამოიჩინოს, მიუახლოვდეს. კვლევებით დამტკიცებულია, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში 90% ქალები არიან ამ ურთიერთობების ინიციატორები და შემდეგ უკვე მამაკაცი აბრალებენ და შენ თქვიო თორე მანამდე რა მესეჯები იგზავნება თვალებით. მე წავედით დღეს საინტერესო რამ მქონდეთ მაჯის ჩვენებაზე. კი, მაჯის ჩვენებაზე, როდესაც ქალბატონები წევენ ეს მაჯებს ზემოთ სისუსტის ნიშნად და ანუ მოწონების ნიშნავს, რომ ეს აგზნობინები, რომ ჩვენ სუსტი არსებები ვართ და თავდაცვა გჭირდება თქვენ. თუმცა შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდეს, ხო? კი, გაუცნობიერებლად ხდება, მაგრამ ეს ქვეცნობიერშია ჩადებული, თქვენ ქვეცნობიერად აკეთებთ ამას. სხვათა შორის, გიორგი, ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა გითხრა გუშინდელ გამოკითხვაში, რომ როდესაც საუბრობ, ვაკვირდები საკუთარი სხეულის ენას და არა სხვისი სხეულის ენას, საკუთარი ქვეცნობიერი დამიჭერია ხშირად ისეთ რამეში, რაც გაცნობიერებული არ მქონიაო და თქვენ თუ გქონიათ მსგავსი რამ, რომ თქვენი ქვეცნობიერი თქვენ თვითონვე დაგიჭერიათ, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად ადამიანები ხშირად ძალიან სწრაფი რიტმით ვცხოვრობთ, ზოგჯერ ყველაფერი ისეა, რომ ვერ ვახერხებთ საკუთარ თავზე დაკვირებას. თუ შევძლებთ ამას მოვახერხებთ და ბევრი ადამიანი ამას ახერხებს, მაშინ უფრო მეც შევიტყობთ საკუთარ თავზე და სულ არ გჭირდება რაღაცეების სხვა ქვეყნებიდან და სხვა მხრიდან მოტანა. ეს ჩვენშია ჩადებული. უბრალოდ ყველა ცოდნა სიბრძნე ეს ადამიანშია, ზოგადად ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გარეთ მიღმა, მაგრამ ეს არის შიგნით. თუ საკუთარ თავში ჩავიხედავთ, ჩვენ მოძრაობებსაც დავაკვირდებით, მაშინ უფრო უკეთ შევატყობთ იმ მომენტში, რას ფიქრობთ და როგორ ეს შემთხვევაშია, იმ შემთხვევაშია, როდესაც ადამიანები აბსოლუტურად მშვიდ გარემოში შეუძლიათ დააკვირდნენ საკუთარ თავს და აკონტროლონ. როდესაც ასეთი ცხარე ემოციური მდგომარეობაა, იქ ძალიან რთულია ხოლმე რაღაც დაკვირება, ნებისმიერი ამ საქმის პროფესია
პროფესიონალისთვის ალბათ ძალიან რთულია ასეთ დროს ქვეცნობიერიც აკონტროლოთ, ცნობიერიც, ხელიც, ფეხიც და უბრალოდ ამ შემთხვევაში უკვე ის მოდის, რომელიც ქვეცნობიერში გვაქვს და ამ შემთხვევაში ეს მეტყველებაზეც აისახება, სხეულის ენაზეც და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უბრალოდ მე ესე მგონია, რომ ჟესტების ენა არის ძალიან ბუნებრივი, ძალიან საყურადღებო და ის ადამიანები, ვინც საჯარო გამოსვლების დროს არის ხოლმე ხშირად იცვლება ხოლმე მათი ჟესტები, როდესაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გადადიან, თორე როდესაც მათ სპიჩი აქვთ, რომელიც მომზადებულია. ამ შემთხვევაში საკმაოდ გაწონასწორებულები, მზად აქვთ ყველაფერი, ყველა სიტყვაზე, מחვილზე, ხელიც, ფეხიც ადგილზე, როდესაც უკვე გადადის კითხვა-პასუხის რეჟიმში, აბსოლუტურად ხშირ შემთხვევაში ირღვევა ხოლმე, თუ ძალიან მაგრად არ არის მომზადებული. მოდი გიორგის კითხოთ ასეთი რამ, თუ არსებობს პროფესია, სადაც შეუძლებელია აკონტროლო სხეულის ენა. თუნდაც გიორგი მომღერალია თუხიტაშვილი ჩვენი და აი ამ შემთხვევაში, როდესაც სცენაზე დგახარ და მღერი, აქ შესაძლებელია რომ სხეულის ენა აკონტროლო? აქ ხო სხვაგან ხარ უკვე. მე ვიტყვი მაგას ძალიან სწორი კითხვაა და კარგი კითხვაა. მე ვიცნობ ძალიან ბევრ არტისტს, რომელიც ძალიან აკვირდება ამას, ხელი, ფეხი და ასე შემდეგ, თუმცა იქ კარგება ის ქვეცნობიერიდან წამოსული მესიჯი, რაც გინდა რომ მიაწოდო შენ სიმღერიდან. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ვიფიქრო იმაზე ამ დროს ხელი სად მაქვს, ფეხი სად მაქვს, გულწრფელად, ამიტომ რა დროსაც ჩემ ჩანაწერებს უყურებ ხოლმე ხშირად მეუბნება ხოლმე რეჟისორები, ვინც ამ უკვე კონცერტის ან კონკრეტული ღონისძიებების გადაღებას საწარმოებს, ერთ ადგილზე გაჩერდება, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე როდესაც ახლო კადრით იღებენ, ანუ მეუბნება ხოლმე შენ კადრს არ ვიღებ ახლო, იმიტომ რომ რა დროს გაქრები კადრიდან, იმიტომ რომ ხშირად გააჩნია კიდე სიმღერის ტემპერამენტს, გააჩნია ტემპს, გააჩნია შინაარს, რაზეა სიმღერა და გააჩნია კიდე თუ ამას ახლავს ქორეოგრაფია. თუ ქორეოგრაფია ახლავს, შესაბამისად ძალიან ისეთ მარწუხებში ხარ მოქცეული და ყველაფერზე ფიქრობ და ამ შემთხვევაში იმ სიმღერას აკლდება რაღაც. ამიტომ ეს არტისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ხოლმე ხშირად პროტესტს გამოხატავენ ხოლმე დაკვირვებული მაყურებელი, ანუ თეატრის მსახიობების მიმართ, რომ ისინი არიან ყალბები. იმიტომ ამ შემთხვევაში მათ უწევთ როგორც სხეულის ანუ გაკონტროლება, იმიტომ რომ ის პერსონაჟი ის არ არის, ვინც თვითონ არის. შესაბამისად, ტექსტიც მისი არ არის. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე და ამიტომ მაგიტო ფასდებია ისეთი მაღალ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ. გიორგი, ლანა ნინო ქათამაძე გამახსენდა, რომელიც საუბრის დროს ძალიან მშვიდი ადამიანია, რატომღაც გამახსენდა და სცენაზე დგომის დროს სიმღერის დროს ხო თვითონ ამბობს, რომ გიშს მსგავსებია. სამყარო იხსნება მისთვის და მაგიტო. მე როდესაც სხეულის ენაზე ვსაუბრობდით, უფრო მეტი დეტალი მინდოდა და ახლა რამდენიმე მათგანს ვიტყვი, რასაც მივაგენი ინტერნეტში და ჩვენი სტუმარი დამეთანხმება თუ არა მაინტერესებს. მოკლედ, ადამიანები როდესაც საუბრობენ, ფეხებს თუ გადააჯვარდინებენ, ეს ნიშნავს, რომ კომფორტულია და ორივისთვის საინტერესოა საუბარიო. მართალია? ყველა შემთხვევაში ეს მართალი არ არის. როდესაც ფეხებს აჯვარედინებთ, აქ კიდევ გააჩნია მარჯვენა მხარესის თანამოსაუბრი, მარცხენა მხარესის, ეს შეიძლება ერთ შემთხვევაში გამოხატავდეს, რომ მას სურდეს მოსმენა, მეორე შემთხვევაში ხელების გადაჯვარედინება, ფეხების გადაჯვარედინება, ეს ნიშნავს პირიქით კეტავს კი. შემდეგი ყურის მოსრესა, ეს ჟესტი მიმანიშნებელია იმაზე, რომ ადამიანმა უკვე ბევრი გისმინა და ახლა სურს რომ თავად გამოთქვა საზრი. უბრალოდ რომ ეფხანებოდეს. მოხანა ხარ, მაგრამ აი ანუ ესეც არის ფიქრობს გიყურებ და მე თვითონ იყო ის რომ ხალი როდესაც დგას და ფეხები აქვს გადაჯვარედინებული, ანუ და ხელი უჭერს, ასე ეჭვიანობს. ანუ არის ბევრი რაღაცა. მე ადრე რაღაცას ვაკვირდებოდი ამგვარი სტატიების გადავავლე თვალი არ დღეს არა, რაღაც პერიოდის წინ და ამდენიმე მარტო დამამახსოვრდა. და იმის მერე მეგონა რომ არ დაიმახსოვრებია, მაგრამ როგორც კი თვალი მოვკარე, ეგრევე გამახსენდა. კიდევ ერთი ამბავი, კიცერზე ხელის მოსმა გულისხმობს იმას, რომ ემოციურ დისკომფორტს გაიცდის ადამიანი, ხო, ეჭობს, ან დაუცველი, ან ნერვიულობსო. მართალია ეს. კი, ეს მართალია. თუ ქალბატონებს რაც შეეხება, თუ ქალბატონი თქვენ დანახვისას კიცერზე ხელს ისმის, ეს მოწონებასაც ნიშნავს. აბა ვის აქვს ხელები მაგიდის ქვეშ? არავის. რა კარგია. ესე იგი, თუ ადამიანი ნერვიულობს, თუ დაძაბულია და თუ სურს საკუთარი ემოცია დამალოსო, ამ შემთხვევაში ხელები აქვს ყოველთვის მაგიდის ქვეშ. და მაგიდა თუ არა რაკნას. ეძე
ჭირს მაგიდას და კონდეს დაკავებული ქვემოთ აქვს ამ შემთხვევაში ხელები ჩამოშვებული. ეს ბარემ ერთი კითხვა. ამ წიგნს სად შეიძლება წავაწყდეთ? ეს წიგნი დღეიდან უკვე შეგვიძლია შევიცინოთ B+-ის წიგნების მაღაზია B+-ის ქსელში. და შევიძენ აუცილებლად მაინტერესებს. დღეს როგორც ვიცი თქვენ პრეზენტაცია გაქვთ ხო? კი, პრეზენტაცია გვაქვს საჯარო ბიბლიოთეკაში 7:30-ზე დაიწყება. და მოხდება ამ წიგნის წარდგინება. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. საინტერესო საუბრისთვის და მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენ კიდე შევხვდებით გამომდინარე კიდე რომ ეს არის რაც კაცობრიობი არსებობს, მაშინ არსებობს სხეულის იმედია. მე თანამად შემიძლია ვთქვა გიორგი რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ჩვენ სტუმარს, იმიტომ რომ ჩვენ მოსვენებმა არიცის რომ სულ ცოტა ხანში განახლებული ფორმატით გავაპიკისეთ პირდაპირ ეთერში და რუბრიკა რომელსაც მე ვიწყებ სწორედ პირდაპირ კავშირშია ასეთ თემებთან, ასე რომ აუცილებლად უმასპინძლებთ მშვიდობა ჩვენს მედას ახლა. გემშვიდობებით. დიდი მადლობა. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით, თქვენთან ერთად ვასრულებთ გადაცემას, გისურვებთ წარმატებულ დღეს. შეგახსენებთ რომ დღეს 25 იანვარია, დღეს ორშაბათია, საქართველოში ახლა 9 საათი და 59 წუთია. გიორგი სოხიტაშვილი და ლანა ბლიაძე მუშაობდით თქვენთან ერთად. ბოლოს კი მარიამ ჩოჩია შემოგვიერთდა და დიდი მადლობა. მე მშვიდობებით ჩვენს მენელს 5 შაბათამდე. დიდი მადლობა. დროებით.